არის ქალქვის თავი, ბლოს ერთ-ერთი უბანი. მამაჩემის, პაპაჩემის ნაცხოვრები ადგილია. აქედან არიან, ესე იგი 1928 წელს არის მამაჩემი დაბადებული. აქ დაიბადა. ხო და აქ იზრდებოდა სადღაც 10 წლისა, 12 წლის არის აქედან რომ წაუყვანიათ. ანუ სადღაც 37-38 წელში არის აქედან წასულები რა. პირობები რო აღარ იყო, გზა რო არ იყო და აი ნუ გაჭირდა ცხოვრება უკვე ხალხმა მიატოვა და წავიდა რა ბარისკენ რა. და ჩვენებმაც ასევე გადაწყვიტეს რომ ბარისში წასულიყვნენ. პატარა ბანი, ესეთ ბანიანი სახლი იყო სამსართულად გაკეთებული. მე ჩემს პატარობაში კიდე მახსოვს აი ეს ზევითა კედელი კიდე იყო შენარჩუნებული, მე ჩაინგრე. ბლოში ესე იგი 1893 წლის კამერალური აღწერები ცხოვრობდა 42 ოჯახი. უკვე 1928 წელს 26 კვალი ცხოვრობს. სადღაც 50-მდე მაინც დამითვლია, მაგრამ ზოგი ნასახლარია თუ ის არის, რა ქვია, სათავსოა ვინდა იქ. ახელხარ აბა გოგი. სალამი. თუნ გულახარ. ახელხარ. გერგეთ. აშვები. არაფერს რა ვიცი, დაგვეგდო სახლი. ძალიან მორკეულია კედლები. წყალი ჩამოდის. მისახედია ყველაფერი. გვერდით კედელი ხო ყარია სიფა. აქ დეფორმაცია აქვს მაგას. იმასა დეფორმაცია ხო? კი. მდუმარება სოფელში ბლოში და დახმარება სჭირდება, თამათ შველა სჭირდება სოფელს და გოგი არის ერთადერთი ამ სოფლის მცველი შემოჭრა. ზოგრუკაზე არც არის ბლო. ეს არის კიდობანი, ამბარი, ამას იყენებდნენ ძირითადად პურის ხორბლის ჩასაყრელად. თიმის წინა მხარეა ეს. ალბათ იქნება საუკუნისა, თუ მეტი არა. სამებასავით. ეს პურის კიდობანი იყო როგორც ოჯახის ერთ-ერთი მთავარი ობიექტი. ესეთი გამოსახულებები სხვაკანაც ხდება. ხახმათშიც არის ესეთი კიდობანი, იქ შატილშიც არის. ყველა ეს ორნამენტები სიცოცხლის მოძრაობის აღნიშნული იყო და იყო ძალიან მნიშვნელოვანი.